მეგობრებო, ესეთი გაშლა ვნახოთ ახლა, როგორ უნდა დაადგეთ ბედნიერების გზას. ძალიან ფსიქოლოგიური თემატიკა, ვატყობ ბოლო პერიოდში ძალიან რაღაცა ფსიქოლოგიურ თემატიკას გთავაზობთ ხოლმე, მაგრამ თქვენი გამოხმაურებიდან გამომდინარე, ვგონებ, რომ ეს გიზიდავთ და მოგწონთ, დამეწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ესეთი ფსიქოლოგიური ღრმა გაშლები, ვიდრე მხოლოდ ის ორ თვეში რა მელოდება და რას ფიქრობს დღეს ჩემზე, ესეთი ძალიან ესეთი გაშლები. ესეც გაინტერესებთ, ვიცი, მაგრამ ესეთი ფსიქოლოგიური გაშლები რამდენად მოგწონთ, კომენტარებში დამეკომენტარეთ და რა გინდათ საერთო თემატიკად რომ ნახოთ, ისეთი რა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რაც ყველას დააინტერესებს. პირადი გაშლებისთვის გადმოდით ქუჩივი არის ტელეგრამი და ფასებს და დეტალებს გავგაცნობთ მე იქ. ან მომწერეთ აქვე. გამოიწერეთ ჩემი გვერდები ორივე, TikTok-იც, YouTube გვერდიც და ლაიკები არ დაგავიწყდეთ, აუცილებელია ენერგოცვლისთვის. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ გავიგოთ ამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? კალოთის ცირში მიჩვენებენ სამიან ხმალს. ეს არის გულის ტკივილის ენერგია, ეს არის კონკურენციის ენერგია, რომელიც არის ჰაერისტიკის მეფეზე. არაფერი არ მომიღია, ძირიდან მიყვები. ჰაერისტიკის მეფე შეიძლება წარმომადგენელი იყოს ჰაერისტიკის ჰოროსკოპით, ტყუპების სასწორის ან მერწყულის ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, შეიძლება წარმოადგენდეს ორგანოების თანამშრომელს, ძალიან განვითარებული მენტალური გონებით არის ჰაერისტიკის მეფე, როგორც წესი, ძალიან ცივია, ძალიან სიტყვა ძუნწია და ეს ემოცია ძუნწიც არის, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს როგორც გითხარით, ადვოკატს, მოსამართლეს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელს, ქირურგს, რომელიცაც შეხებები აქვს ცივ იარაღთან ხშირად, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს შეფპოვარსაც ამგადით, იქ სადაც იარაღის, ასე ვთქვათ, გამოყენება უწევს თავის სამუშაო პროცესში. ასევე აქვს ძალიან კარგი მენტალური განვითარებული გონება, როგორც უკვე გითხარით და ემოციურად ნაკლებ ემოციური პიროვნება, ნაკლებად გამოხატავს თავის გულის ტკივილს, თავის გულის კუნჭულის დარდებს, ასე ვთქვათ, ღიად აფიშირებულად, ნაკლებად დაინახავთ და საერთოდ წლები უნდა იცხოვროთ ამ ადამიანის გარშემო, რომ იგრძნოთ მისი ენერგეტიკა, რაოდენ გულჩათხრობილი ესეთი რაღაცნაირი ტიპაში. ასევე ხშირად არიან ხოლმე ქვრივები და განქორწინებული ადამიანები წარმოჩენილი ჰაერისტიკის მეფეთ. ამ ადამიანთან დაკავშირებით გაქვთ კონკურენცია, გულის ტკივილი, არ ვიცი, ორად გაქვთ გული გახლეჩილი, ძალიან ბევრი დარდი და ტკივილია, რაღაცა პერიოდი შეიძლება ამოკერვაც სცადეთ, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის, მაგრამ ნაკლებად გამოგდით უკვე, რომ კიდევ ცდილობთ თითქოს ამოკერვას, მაგრამ აღარ იკერება, აი რაღაცნაირი ნაპრალი ჩანს, ანუ დამსხვრეული ბოლომდე თითქოს ვერ მთელდება. ეს არის ის პერიოდი 21 მაღალი არკანი სამყაროთი, რომელიც პრინციპში ამ ურთიერთობის დასასრულად წარმოგიდგენიათ თქვენ. ეს არის თავი, ტომი, არ ვიცი, რომანი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, სადაც უკვე ამოკერვას აზრი აღარ აქვს, უკვე უნდა ეს ეტაპი და ეს ურთიერთობა დასრულდეს და მშვიდობით ამოისუნთქოთ, ასე ვთქვათ, აი ამ პერიოდის გადაგორების მერე ამოისუნთქოთ და იგრძნოთ თავი გამარჯვებული, პირველ რიგში საკუთარ ემოციაზე, საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე მაღლა დადგეთ, აი ესე გამარჯვებული ჟეზლით, 6-იან ჟეზლი არის ეს კარტი, გამარჯვებული მეომრის კარტია, როგორც წესი, 6-იან ჟეზლი დამებაენახმერთო. და თქვენ ემოციებზე გამარჯვებულად გინდათ, რომ იგრძნოთ თავი, დაივიწყოთ, გადააგოროთ ეს პიროვნება და ეს პერიოდი, გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებზე, ქალბატონებზეც, თქვენ თავზე მოიგეთ, როცა ვსაუბრობ გაშლისას. მხოლოდ მანდილოსნებზე არ არის, მეგობრებო. ანუ მარტო მამაკაცი წავიდა, ანუ მიწერთო ესე მქონდა ზოგს იყო ერთი კომენტარი, რატო არ წერთ იმას, რომ ქალი წავიდაო და ვსაუბრობ ქალებისთვის უმეტესად და მამაკაცები ირგებენ ხოლმე თავის თავზე. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ მამაკაცი წავიდა. მამაკაცებისთვის იქნება, რომ ქალი წავიდა. ლოგიკური. და ყველა საერთო გაშლა ყველასთვის ვერ იქნება. თუ ეს არ ემთხვევა, გადადით ჩემ გვერდზე სხვა ვიდეოებს გადავლეთ თვალი და როცა ნახულობთ, მაშინ შედის
ძალაში ეს გაშლა და ლაიკები არ დაგავიწყდეთ ხოლმე. ესე იგი, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერების გზაზე დადგეთ, თუ ხვდებით, რომ ამ ენერგიებით თქვენზეა ეს გაშლა, პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოდი სულიერად დამშვიდდეთ. მთვარე ამოდის. მე-18 მაღალი არკანი მთვარე. რვიან ხმალი, ორიან ხმალი, ესე იგი ძალიან ნახეთ როგორი კარტები, ძალიან ჩაკეტილი, ვერ ხედავთ მომავლის პერსპექტივებს. აი ეს ყვავები და ყორნები ორივე კარტში, რომელიც არის, გვიჩვენებენ ხმებს, ჭორებს, ნეგატიურ ხალხს თქვენ გარშემო, ნეგატიურ ფიქრებს, რომელიც ხელფეხში კროლს გამყოფებთ, ვერ ხედავთ მომავალს და საერთოდ პერსპექტივას ვერ ხედავთ თქვენი ცხოვრება როგორ შეიძლება მომავლისკენ წავიდეს, იმიტომ რომ აი არ გინდათ ფიქრები რაღაცა შავი ფიქრებისგან ცდილობთ თავი დაიხსნათ, მაგრამ არ ვიცი, თქვენი გარშემო მყოფი ჭყალებში მეგობრები არიან ასეთი კარგი, რომ არ გავიწყებენ, გარემო პირობები არ გავიწყებთ. მოკლედ ძალიან ტანჯვაში ხართ და ამ სიტუაციის მიხედვით ეფლობით ძალიან დიდ ნეგატივში, ეჭვებში, მთვარე არის ყოველგვარი, ესე იგი დაბურულის კარტი, ეჭვიანობის კარტი, ნეგატივის კარტი, ძალიან ემოციური კარტია და ეფლობით აი ესე ოკეანეში ჩავარდნილი გოგონა არის, რომელიც მიდის და ჭაობივით, რაც უფრო მეც ფიქრობს, უფრო მეტად ღრმად იძირება აი ამ თავის ემოციურ ფონში საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. ძალიან ნეგატივში და ემოციურად არაფერი არ გახარებთ. ესეთ სიტუაციაში ხართ, ვერაფერს ვერ ხედავთ. კაი. ესე ხართ, გავიგეთ და რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ამ ადამიანმა. რომ ამ ემოციური დისბალანსიდან გამოვიდეს. უნდა ისწავლოთ, პაჟეზლი ამოდის და ცხრიან ხმალი, აი ამ თქვენ უძილო ღამეებს, ვის ხელში აყვანა, არ ვიცი, დამაწყნარებელი იქნება, საჭირო ამისთვის, რომ შვიდად დაიძინოთ და მიიღეთ ეს დამაწყნარებელი. ფსიქოლოგი იქნება საჭირო ამისთვის, რომ სულიერად დამშვიდდეთ, გაიარეთ კონსულტაციები ფსიქოლოგთან, ტაროლოგთან, თუ ძალიან გამშვიდებთ და გსიამოვნებთ რომელიმე ტაროლოგით, კონკრეტულად ჩემზე არ ვსაუბრობ, ვისიც გიხდებათ და ასე ვთქვათ, გამშვიდებთ ეს ტაროლოგი, მისი ყურება და მოსმენა. რაღაცნაირად ისწავლეთ პრიორიტეტები და სულიერად ამაღლების მომენტი. მე-5 მაღალი არკანი ამოდის იეროფანტი, რომელიც არის სულიერების კარტი, იარეთ ტაძარში და გამშვიდებთ ეს ძალიან კარგად მაღალ ლეველს გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, ადამიანური სულიერების არ გაკლიათ, მაგაზე არ ვიცახი, რომ ვინმეს გაკლიათ სულიერება, უბრალოდ სიმშვიდის ლეველზე აგიყვანთ, აი აქ უმაღლეს მწვერვალს, სადაც სამყარო ანათებს თქვენთვის, ვარსკვლავი ანათებს, უფალი ანათებს და იმედი, სადაც მაღალზე ასვლა გიწევთ, ამისკენ უნდა ისწრაფოთ და დაამშვიდოთ, ესე იგი, თქვენი პირველ რიგში ფსიქოლოგია და სულიერი მდგომარეობა იმისთვის, რომ შემდეგ შეძლოთ ჩადება, გაგრძელება, ასე ვთქვათ, აი ამ ნაყოფის ამოსulis პერიოდს დაელოდოთ, რომ დამშვიდდებით და ამ სცენარის აღმოცენებით, ასე ვთქვათ, დაიმშვიდებთ ნერვებს, სულიერებას, ახლაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ახალ ლეველზე, რომელსაც მხოლოდ ფსიქოლოგებს, ტაროლოგებს შეუძლიათ პირველ რიგში ქრისტიანულად მამაოებს, ლოცვები, ფსალმუნები ძალიან კარგად წაგადგებათ ამ შემთხვევაში. და რა გაგახარებთ, რა მოდის ისეთი, რომ აი ამ დაწყნარების შემდეგ რა მოვა თქვენ ცხოვრებაში, მაშინ ორი სიტყვით გადავხედოთ. 900 ამაფრენა, სულიერი სიმშვიდე პირველ რიგში მოგივათ. ნახეთ აი ესეთი, არ ვიცი, ბუდასავით თავს იმშვიდებს. ფეხმორთმული არის 7-იან ჟეზლით, ეს გოგონა ყველა თავის 6 ჟეზლზე, თავის ყველა წინააღმდეგობაზე მაღლა დადგა, ყველაფერს გაუმკლავდა, სულიერ სიმშვიდესაც მიაღწია, აღმაფრენა აქ 900-ით ემოციური ფონი ძალიან მაღალი და ბევრი რაღაცა საიდუმლო რაც იყო, ამოხსნა თავის თავში პირველ რიგში, ამოხსნა ქვეყნიერებაში, ამოუხსნელია ჩვენი ქვეყნიერება, რასაკვირველია ადამიანებისთვის, მაგრამ ბევრ რაღაცაზე თვალი აეხილა, შეიძლება იგრძნო კიდევაც ეზოთერიკის მიმართ ძალიან დიდი ნიჭი თავისი, რომელიც გამოიყენა და ეცდება რომ გამოიყენოს თავის სასიკეთოდ, ასე ვთქვათ. ვისაც გაქვთ ეს ნიჭი, გამოიყენეთ, ძალიან კარგი პერსპექტივები გაქვთ ამ მხრივ. შანსების